მარტენ ვან ჰემსკერკის ავტოპორტრეტი 1498 წელს ჰოლანდიის პატარა სოფელში დაბადებულ ნიდერლანდელ ფერმწერსა და გრავიორს ბევრი მარტენ ვან ჰემსკერკის სახელით იცნობს. მაშინ, როდესაც მისი ნამდვილი სახელი და გვარი მარტენ იაკობს ვან ვეენია. მხატვარს ძალიან უყვარდა სოფელი, სადაც დაიბადა. სწორედ ამიტომ ამ სოფლის სახელწოდება ჰემსკერკი მან სახელად გამოიყენა და ასე გახდა ვან ვეენის ნაცვლად ვან ჰემსკერკი. ჰემსკერკი იყო მანიერიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. სწორედ მისმა გრავიურებმა შეუწყო ხელი ჩრდილოეთ ევროპაში მანიერიზმის პოპულარიზაციას. ეს ავტოპორტრეტი 1553 წლით არის დათარიღებული. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ჰემსკერკმა საკუთარი თავი ამ ნამუშევარში ორჯერ გამოსახა. პირველ შემთხვევაში მისი მზერა მნახველისკენაა მიმართული, ხოლო მეორე შემთხვევაში ვხედავთ, როგორ ხატავს ის რომის კოლოსეუმს. ცნობილია, რომ 1522 წელს ჰემსკერკი იტალიაში დასახლდა. აქ მან 4 წელი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში არაერთ საინტერესო ადგილს ესტუმრა. აკეთებდა ჩანახატებს. საფუძვლიანად შეისწავლა რომისა და მის შორი ახლოს მდებარე ქალაქების არქიტექტურა, ქანდაკებები, ფერწერული ნამუშევრები. იან ვან სკორელისა და ფრანს ფლორისის მსგავსად, მარტენ ვან ჰემსკერკის შემოქმედებაზეც დიდი გავლენა იქონია. მე-20 საუკუნის ხელოვნებათმცოდნე ალისტერ სმარტი ჰემსკერკზე საუბრისას ერთგან აღნიშნავს. სწორედ ჰემსკერკი იყო ხელოვანი, რომელმაც ძალღონი არ დაიშურა, რომ ჩრდილოეთ ევროპაში რომაული ანტიკური ხელოვნება და მისი დეტალური ცოდნა მაქსიმალურად წარმოიჩინა.